თუ კი იცი შენ რა გინდა რომ მიიღო და რატომ აკეთებ ამ ცვლილებას, აუცილებლად შემდეგი ნაბიჯი რაც უნდა გააკეთო არის ის, რომ განსაზღვრო როგორ შეაფასე, როდის იტყვიან, რომ ეს ტრანსფორმაცია იყო წარმატებული, რა უნდა მოხდეს, რა შედეგები უნდა დადგეს, რომ თქვან, რომ აი ეს გადაწყვეტილება იყო თავის დროზე სწორი. ამიტომ ამაზე ჩვენ დასაწყისშივე ვიმსჯელეთ და იყო ძირითადად 4 მიმართულება, რაზეც ვამბობდით, რომ აი ამ რაღაცებზე უნდა კონდეს იმპაქტი აი ამ ცვლილებას, გავლენა აი ამ ცვლილებას. ერთი და პირველი ალბათ, რაც ძალიან კლასიკურ ბანალური მიზეზი არის ან საზომი მეტრიკა, ასე ვთქვათ, ასეთი ცვლილებების არის ბაზარზე გასვლის სისწრაფე, time to markets, რასაც ვეძახით, რამდენად, იმიტომ რომ ერთ-ერთი გამოწვევა ეგეც იყო, რისთვისაც გვინდოდა გვეპასუხა, რომ ჩვენ ყოფილიყავით უფრო მოქნილები და უფრო სწრაფები, უფრო სწრაფად ინკრემენტულად პატარა ნაბიჯებით და პატარა ცვლილებებით მიგვეტანა სიახლეები ჩვენ მომხმარებლამდე, აი ეს რამდენად ეს მოქნილობა რამდენად მოიტანდა, რამდენად რომ დღეს თუ არის ჩვენი time to market-ი ამდენი, აი ამ ტრანსფორმაციის მერე გვინდა რომ იყოს ამდენი. თუ ამდენი გახდება, ესე იგი ეს ცვლილება იყო ტრანსფორმაციული.